3 მილიონ ლარზე მეტი. ეს ის თანხაა, რომელიც პირდაპირ სოციალურად დაუცველი ადამიანების თებშებიდან მოიპარეს. სუსმა 4 კომპანიის დირექტორი დააკავა, რომლებიც განაგებდნენ სოციალურად დაუცველი ადამიანების სასადილოებს. აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიები დოკუმენტებს აყალბებდნენ და ადამიანებს იმაზე ნაკლებს აჭმევდნენ, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული. ალბათ კარგად მოგეხსენებათ, ეს ბიუჯეტიც რამდენად პატარაა და რას აჭმევენ უფასო სასადილოებში ადამიანებს. არსებობს დანაშაულები, რომელიც კანონზე უფრო მეტად ადამიანობას და ზნეობას ეწინააღმდეგება. ზუსტად ასეთი დანაშაულია ჩვენ თვალწინ. მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა. ვის ჯერა, რომ ეს სქემა 3 წელი ისე იმუშავებდა, რომ ამის შესახებ გამგებელი ან ზედამხედველობითი ორგანო საქმის კურსში არ იყო. 3 წელი არავინ არ დაინტერესდა, რატომ იყო სოციალურად დაუცველების სასადილოებში ულუფები შემცირებული? რეალურად ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის 4 ადამიანის დანაშაული. ეს არის სისტემური კორუფცია, რომელშიც ქართული ოცნება გვაცხოვრებს ბოლო 13 წელიწადია. როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები პასუხისგებლობას იხსნიან, ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, რომ ოცნება ზუსტად ამაზე დგას, ხალხის ხარჯზე გამდიდრებულ ადამიანებზე. ქართულ მორალში მშიერი ადამიანისთვის ლუკმა პურის წართმევა ყველაზე დიდი სირცხვილია. ეს არის ზნეობრივი ფსკერი, რომელზეც ოცნების კორუფციული მანქანა დაეშვა. სანამ ისინი ფასების ზრდას, სხვა საბრალები და რაღაცეებს იკვლევენ, ამ დროს ფული უფასო სასადილოებიდან იპარება. ალბათ იკითხავთ, სად არის გამოსავალი. გამოსავალი არა მხოლოდ შემსრულებლების, არამედ დამკვეთების დასჯაა. თუნდაც რომ ჩავთვალოთ, რომ გამგებლები ან ზედამხედველები არ იყვნენ ამ სქემაში ჩართული, მათი პასუხისგებლობა მაინც არსებობს. იმათ უნდა მიედინებინათ თვალი სიტუაციაზე და მსგავსი შემთხვევა არ დაეშვათ. ცალკე პრობლემა ის არის, რომ უფასო სასადილოების სისტემა დღემდე არ შეცვლილა. არადა ჩვენ საუბრობთ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეთ წესით. სასადილოების სისტემა უნდა შეიცვალოს და უნდა დაინერგოს მკაცრი, თანამედროვე და ციფრული კონტროლი, რომ ვერცერთმა ჩინოვნიკმა ვერ გაბედოს ფულის მოპარვა ხალხისგან. ზოგადად ასეთი და მსგავსი კონტრაქტების კონტროლის შესაძლებლობა მოსახლეობას უნდა კონდეს რეალურ დროში და რეალური ინსტრუმენტებით. ჩვენ გვჭირდება ისეთი მმართველობა, სადაც პასუხისგებლობა გარდაუვალია.